რეზოლუციის პროექტებში შეფასებები მოყვა თბილისში, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის პოზიციები განსხვავებულია. კატეგორიულად დამიჯნებით იმას, რომ თქვათ შეჩერდეს ვიზო მიმოსვლა საქართველოსთან, იმიტომ რომ ეს შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის მოქალაქეებს, რომელსაც საერთოდ ბრალი არ მიუძღვით იმ კრიზისის შექმნაში, რა კრიზისშიც დღეს ქვეყანა არის. მაგრამ ამის ნაცვლად კონკრეტულმა პირებმა უნდა აგვიყვება პასუხი, ინდივიდუალური, პერსონალური პასუხისმგებლობები უნდა დაწესდეს კონკრეტულად იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც brალი მიუძღვით იმ ძიმე მდგომარეობის და კრიზისულ ვითარებაში ქვეყნის შეყვანაში, მათ შორის ადამიანების დაკავებაში, თქვენი კოლეგების ან ჟურნალისტების ცემაში. ეს რეზოლუცია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საფრთხეში დგას არა მხოლოდ ჩვენი ევროპული პერსპექტივა, რაც ისედაც ვიცოდით, რომ ივანიშვილის მმართველობა უდრიდა დასავლური ინტეგრაციის პროცესის სრულ ლიკვიდირებას ქვეყანაში, არამედ ის სარგებლები, რაც მიგვიღია ბოლო წლების მანძილზე ევროპასთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, სამწუხაროდ არის ასევე საფრთხის ქვეშ. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ სისტემის დემონტაჟი, რათა ყველაზე მძიმე რეზოლუცია, ყველაზე მძიმე სანქცია და ყველაზე მძიმე გეოპოლიტიკური ბედი ჩვენი ქვეყნის ივანიშვილის ხელში შემსუბუქდეს და გამოსწორდეს სიტუაცია. ამ რეზოლუციამ კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ დაგვაყენა იმ მოცემულობის წინაშე, რასაც ქვია დელეგიტიმაციის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და ჩვენი საერთაშორისო იზოლაციის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება ან ივანიშვილის ხელისუფლება. ამ რეზოლუციაში ძალიან კარგად ჩანს, რომ ქართულ ხალხს აქვს არჩევანი სწორედ აი ამ ორ მიმართულებას შორის, ან ივანიშვილის არალეგიტიმური ხელისუფლების დარჩენა, ან საქართველო და საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. ჯერჯერობით როგორც ჩანს ევროკავშირის იმ ბიუროკრატიამ, რომელიც წარმოადგენს გლობალურ რომის პარტიას, ვერ განსაზღვრა, რომ სოფლიო დღის წესრიგი აბსოლუტურად შეცვლილია. ევროპარლამენტს და ევროკავშირს პრობლემები აქვს ამერიკასთან და ჯერჯერობით იქ ვერ ალაგებს სიტუაციას. ჩვენ კარგად ვიცით, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი საყვედურობს ევროკავშირს, რომ ის უსამართლოდ ექცევა ამერიკის შეერთებულ შტატებს. და ეხლა ამის მერე ჩვენ საქართველოს რო გქონდეს პრეტენზია ევროკავშირთან, რომ უსამართლო რეზოლუციებს აცხობენ საქართველოს წინააღმდეგ, შეიძლება იყოს ეს გასაკვირი. სხვათა შორის ისიც სიმბოლურია, რომ ჩვენ ნახეთ იქ ჯაფარიძე და გვარამია პანელზე რო იდგნენ, უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე ვინც უსმენდათ მთელ დარბაზში. არ შეიძლება ევროპარლამენტი იღებდეს ისეთ რეზოლუციებს, რომელიც თვითონ ევროპარლამენტის პრესჩის აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და ძირს უთხრის მას როგორც დემოკრატიულ ინსტიტუტს. და ჩვენ ნახეთ არაერთი რეზოლუცია, რომელსაც რეალურად მართლაც ჩარისფასი ჰქონდა და თუ ისინი ამ პრაქტიკას აგრძელებენ, მით უარესი იქნება ეს მათთვის. მეორე მხრივ ფაქტი არის, რომ დღეს ის ადამიანები, ვინც ევროპარლამენტში არიან მოკალათებული, პირველ რიგში ღალატობენ და შეურაცხყოფას აყენებენ სტრასბურგის სასამართლოს ზოგადად სამართლიანობის იდეასა და პრინციპს, ვინაიდან ისინი თავიანთი ამ გადაწყვეტილებით და ქმედებებით ნაციონალურ მოძრაობას, ანუ კრიმინალურ სინდიკატს უჭერენ მხარს და ამით ისინი ხდებიან თანამზრახველები ყველა იმ დანაშაულის, რომელიც ქართველი ხალხის და კაცობრიობის წინაშე აქვს ჩადენილი ნაციონალურ მოძრაობას.